გახლავთ ერთმანეთს წარმოგიდგენთ მინი კრედიტი. ყველაზე სწრაფი ინტერნეტ კრედიტი უპროცენტოა. შეავსე შენი საფულე. ბებია ჩემი მესიზმრა. შენი ლექსები შველისო. იქნება ჩემთვის გარითმო ქრისტინე ანდა ელისო. ეს ფილმები არ ვიცოდი, ვიკამათეთ მთელი ღამე, შევთანხმდით, რომ გამელექსა დღეს ისტორიული რამე. ისტორიულ ჟანრში არის რიდლი სკოტი ნოვატორი, დღეს მინდა რომ წაგიკითხოთ მისივე გლადიატორი. არ მინდა რომ აქ დავიწყო საკუთარი თავის ქება, მაგრამ ალბათ უნდა გითხრათ ის რაც სპონსორს შეეხება. ხინკალი თუ მოგეწონა, მეორეს ხომ გადაიღებ. ისევ ის ბრენდი სპონსორობს, რადგან იცით ხმას არ ვიღებ. 5 ოსკარისთვის შეძლო ფილმმა მოგროვება ხმების, ფილმი, კაცი, ხმა, ეფექტი, დიზაინი კოსტიუმების. საუნდტრეკების ავტორი აქაც ზიმერია ჰანსი, ამან ხო არ გამაზარა ოსკარის აღების შანსი. ხან სარდალსა და ხან მონას თამაშობს ქროუ რასელი, მეტი რაღაცნას ასრულებს ამის განაბარასელი. კისერზე გელი კიდია, მარტო ტყავი განახორცი, როგორც ჩვენთან დახვეული და თან სველი ცხვირსახოცი. გერმანია დაამარცხა ესპანელმა მაქსიმუსმა, მანამდე ვიდრე გორელმა კობა გენერალ სიმუსმა. ბრძოლის შემდეგ დაიბარებს მარკუს ავრელიუსი, დღეს საღამოს დავლიოთო ცივი ნატახტრიუსი. კაი კაცი ხარ, ალალი, რომს შენ აღორძინებო, ეს კი უარობს გამიშვი ცოტა ხანს წავუძინებო. მოკლედ ასე უკუაგდო ბიჭმა საჩუქარი ბედის, ამის შემდეგ კეისართან შვილი კომუდუსი შედის. უთხრა, მამი, რა ვიფიქრე, ოღონდ შენ არ გაცხარდეო, მოდი მე რომ ის კეისრად ხვალვე გამომაცხადეო. შენ გვირგვინს ვერ დაიდგამო, ეუბნება მამამისი. არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი. განუცხადა, აზრზე არ ხარ, ქვეყნის მართვის, ბრძოლის ომის, შენი ყველა ღირსებაო მაქსიმუსის ფრჩხილს იწონის. ცრემლიანმა კომუდუსმა მამა გულზე მიიხუტა. უფრო მართალი ვიქნები თუ ვიტყვი რომ მიიგუდა. მამა მოკლა და ცრემლებს ღრის, საერთოდ არ აქვს ნამუსი, ლათინურად გამოულანძღავებ ფალოსი და ანუსი. კომუდუსმა დაიკავა მამამისის ნატახტარი. არ მოიკლო არაფერი, ოქრო ვერცხლი ნატახტარი. იმ ღამესვე მთავარ სარდალს კილერები დაახვია, მაქსიმუსმა იმარჯვა და სამშობლოდან დაახვია. ვერ გავიგე მონტაჟში რამდენი დრო გავიდა, ფაქტია რომ რომიდან ესპანეთში წავიდა.
მტერს რაც იქამბები დახვდა მისი სახლკარი აიღეს შტურმით დაგონს მოსული ხედავს ვიღაცა მაროკოსაკენ მიათრევს ურმით იქ მონების ბაზრობა უფრო დიდი ვიდრე ლილო მონის ფასიც მისაღები 10 ოქრო 1 კილო დახზე დასვეს მაქსიმუსი დაჭრილი და ტიტველი მარტო პროქსიმუსი იყო რეალური მყიდველი ამ მოხუცისთვის თავარი პრინციპი და მორალია ეტყობა რომ თავის დროზე ნაგლადიატორალია ტყვეობაში მაქსიმუსი ნერვებს სულ არ იშლიდა იჯდა წყნარად და პემზის ქვით მხარზე ტატუს იშლიდა ორი მეგობარი გახყავს რაც ცხოვრება აირია ერთი ზორბა მეორე კი სულ ობამასნაირია ზორბა იმიტომ დავარქვი უზარმაზარი კაცია თან რა ბოროტი მზერა აქვს მტერს მოხდეს მაგის ცაცია იხმალავეს ივარჯიშეს სტანზე აბჯარი მოირგეს და ბრძოლა სუქან კაცებთან დამაჯერებლად მოიგეს ათ კაც ერთად ეომება ყველა არის უბადრუკი პრინციპში იმათ რას ვერჩი მაქსიმუსი ამ უტრუკი გუნდი მაგარი შეიგრა მე მართლაც რომ არ ველოდი მაქსიმუსი რონალდოა პროქსიმუსი ანჩელოტი ისე მალმალე იბრძოდნენ რო ვერ ასწრებდნენ მოწევას უცებ კოლიზეუმიდან ჩამოუვიდათ მოწვევა კოლიზეუმში მათ გამოჩენას არ მოყოლია ტაში და ტუში ყველას ეგონა დამარცხდებოდნენ აძინიქს ჰქონდა მაღალი კუში ემზადება მაქსიმუსი მოუსინჯა ნაჯახ სტარი არადა ომს ურჩევნია ერთი ბოთლი ნატახტარი ზოგი მახვილით გაანგმირა ზოგს კი გაუკეთა სარი ისეთი შოუ დადგა რომ გადარია კეისარი თქვენ არიცით რა შნო უნდა ეს ხალხი რომ დახოცო ახლავე ქვემოთ ჩამიშვით ამ კაცს უნდა ვაკოცო კაცის კლაზე ტაშ რომ უკრავ შეგირცხვინე სახლი კარი გასართობის მეტი რა ბოლო ჩამოკარი არენაზე ჩაიყვანეს კეისარი თვითმარქვია და მაქსიმუს ეკითხება კაცური კაცი რა ქვია კომუდუს პირში ახალა თავს არ დამცემინიუსი უთხრა მე მქვია მაქსიმუს დეციმუს მერიდიუსი შენ ქვია მაქსიმუსიო კეისარს ენა დაება ხვალვე ვეფხვებთან აომეთ გასცა სასტრაფოდ ბრძანება ცოტა გვიან გავიაზრე არ მიფიქრია იმ წუთში როგორ ვერ მიხვდა ვინ იყო ეკლებიან რკინის ქუჩი სხვაგან ასეთი აბსურდი მე არსად გამიგონია იგივეა რომ ლიმონად სვამდეს თემური ჭყონია მერე უკვე ის სცენა ვეფხვებს რომ ფეხქვეშ გაიფენს თითქოს ხომ ეფექტურია რა ვქნა მე ვერ ვიკაიფე გეტყვით რატომ არ მევასა და ვერ გამაკვირვა დიდად მე ხომ პოეტი გახლავთ ვეფხისტყაოსნის ქვეყნიდან მაქსიმუსმა ბრძოლის ბედით 15 წუთში გადაწყვიტა როცა 4 ჭრელი ვეფხვი შროპანცივით ამოწყვიტა ბუნებიდან ამოიღებს ამ ეგზოტიკურ ნადირებს შტერ ხალხს ხომ მეტი არ უნდა ყველა მის სახელს კანდირებს აქ რომის იმპერატორი ბოღმისაგან იბერება რედაქტორი არ ყავს ამ წიგნს რომთან ძიმე იწერება სანამ ეს ხმალს იქნევდა და ის ვეფხვები კიდევ ტორებს კომუდუსის მოშორება განუზრახავთ სენატორებს
იმ სენატორს, ვისი თქმითაც მას ვებხვები მიუსია, ადრე გაიუსი ერქვა, ახლა პატრულიუსია. კომუდუსის დაზე მინდა გითხრათ ორიოდე სიტყვით. აქამდე სად იყავიო ზოგიერთი ალბათ იტყვით. ეტყობა რომ თავის დროზე მაქსიმუსთან გურგურებდა. ამ დროს თურმე თავის იზმას სულ სხვა თვალით უყურებდა. შეთქმულებმა მოახერხეს საჭირო აგენტის შოვნა. აგენტი აღმოჩნდა სწორედ ლუსილა ავრელიუსოვნა. მერე კიდრო უცებ გადის იმ ნიღბიანი კაცის ცემაში, ვისაც სახე აქვს რისიც ხელები დავით ლაბაძის გადაცემაში. ნიღბიანი დაბლაგდია, უნდა მოკლას არიქა, მაინც ხალხს შეეკითხა და ხალხმაც დაალაიქა. მერე კომუდუს ასძახა, რომ ჩაგიცვამს ოქროს ფრაკი. ჩამოაბა არენაზე და გაფარო. კომუდუსმა კი ძმაო, გავერკვიოთ ერთი-ერთში და ყოველი შემთხვევისთვის დანა გაუყარა ფერჩი. უნიათოდ ხმალაობდნენ, ბრძოლა იყო უსუსური, ცალკე სპორტია ალბათ ეგ კომუდუს მაქსიმუსური. დიდი მაქსიმუსი კვდება, გლოვა ამ მთელ ქვეყანაში, თვითონ ცოლშვილისაკენ მიდის რაღაცა ხორბლის ყანაში. უცნაურად რჩება ფილმი, პირადად მე ნიხვატკა დამრჩა, ყველა მოკვდა ერთადერთი ობამასნაირი გადარჩა. ფილმის მორალი რომ გითხრათ, საკმარისია შაირი, თუ ძმაკაც ირჩევ, ჯობია ისევ ობამასნაირი. ძმაკაცებს რაც შეეხება, კულისებში მელიან, ნატახტრის პონტი რომ აქვს იციან და წველიან. დამყარდა